არაწეულა? უკაცრავად სოციალისტ კომუნიკაცია მივალ. ხელისუფლების არაფერი არ გააცრულა სოციალისტი მივალ უბრალოდ დავამთავრებთ ამ შემთხვევაში. ზევის დაფინანსება შარშან 260 მილიონი იყო ზევის დაფინანსება წელს 520. უბრალოდ მოდით მე გკითხავთ მაშინ 5 მილიარდია თუ არ ვწდები წელს ჩვენი ბიუჯეტი თუ ვწდები შენი 5 მილიარდ 800 5 მილიარდი კი ბატონო და 500 მილიონი გზებზე ანუ 10% ბიუჯეტი ქედის გზებზე ბიუჯეტი არის 6 მილიარდ 856 მილიონი ლარი წელს მე მგონი შეამცირეს მილიარდით თუ არ ვწდები 6 მილიარდი გადაგზა მოგვიწევს ნოღაიდელის საყვარელი სეკვესტრის რა მნიშვნელობა თითქმის 10% კი ბატონო 8% იყოს გზებზე რამდენად გამართლებულია არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ გამართლებულია ბიუჯეტი შემცირდა გზების დაფინანსება გაიზარდა ქვეყანაში იყო ომი აქ არ არის ბიუჯეტში იყო ახსენე კიდევაც ბიუჯეტში იყო ძალიან ბევრი ერთჯერადი სახსრები რომლებიც იყო ჩადებული და რომელიც კაგათმოსნეთ იყო თავშე ევრობონდები რომლებიც ერთჯერადი სახსრები იყო ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა მისი გათვალისწინება წელწადოვანად ბიუჯეტში ვერ მოხდებოდა რა თქმა უნდა აღნიშნულ თანხებით შესაძლებელი იყო ბიუჯეტი შემცირებული იყო ბიუჯეტი შემცირდა იმის გამო რომ კალკულაციად იმის გამო რომ ბიუჯეტმა თქვა უარი დაახლოებით 250 მილიონ ლარზე რომელიც საშემოსავლო გადასახადის შემცირებით დატოვა ამ შემთხვევაში ეკონომიკაში რაც შეეხება დიდი ბოდის მაპატე დავამთავროთ თუ შეიძლება სპეკულაცია რა საშემოსავლო იყო ნინო 12% გაზარდეს 25-მდე ახლა 5 მოაკლეს და აი ჩვენ მოვიკელით. შემოსავლა იყო 12% სოციალური დასახადი იყო. ბატონო, თლიანობაში სოციალურ სხვა იხდიდა და სხვა იხდიდა საშემოსავლო. არ აქვს მნიშვნელობა ეს მაინც საბოლოო ჯამში მოდი დაასრულოთ. ისე გვამადლიან ამ 5% გეგონება მოიტანეს. არავის არ შეფასებს. ბატონო, გოგა ჩამოაყალიბოთ მისი აზრი ხელისუფლების ინიციატივასთან. მილიონი თითქოს ჯიბიდან ამოიღეს და აუცილებლად ჯიბეზე საშუაშე ჯიბე ამ დაიხო დავამთავრებთ. 100-ია ბიუჯეტმა მოიკლო ბიუჯეტმა. ბატონო ნიკო, აუცილებლად მოგეცემა საშუალება ხელისუფლების ინიციატივაზე ისაუბროთ თქვათ. მოდით ბატონო გოგა დავასრულებთ. კიდევაც რომ გარდა იმისა რომ ქვეყანამ გადაწყვიტა რომ მოახდინოს გარკვეული და ჩანაცვლება ამ შემთხვევაში ის რომ სახელმწიფო გადაწყვიტა დააფინანსოს ინვესტიციური პროექტები რაც საბოლოო ჯამში შეუწყობს ეკონომიკურ და დასაქმებრივ დენობის ზრდას, რა თქმა უნდა, ძალიან კიდევაც რომ ომის აგრესიის შედეგად და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად და ძირითადად ეს იყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, გაიზარდა სოციალური რისკები. ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის შემდეგი. ის რომ ეს სოციალური რისკები არის გაძრდილი. მოდი გადავხედოთ სოციალურ ბიუჯეტს ამ შემთხვევაში, სოციალური ნაწილს. ის რომ შარშან სოციალური ბიუჯეტი იყო დაახლოებით 1.2 მილიონი და წელს დაახლოებით ეს არის 1.6 მილიონი. თუ ეს ამ შემთხვევაში და არ არის და შეიძლება ითქვას რომ ბიუჯეტი არ არის ამ შემთხვევაში სოციალურად ორიენტირებული. ის რომ ადამიანები რომლებიც 400 ადამიანი იღებდა სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში დახმარებებს, ის რომ წლის განმავლობაში ამ ადამიანთა ოდენობა გაიზრდება 900 კაცამდე. თუ თქვენ ფიქრობთ რომ დაზღვევით ხო არა არა დაზღვევაზე არა ისაუბარი აქ სოციალური დახმარების პროგრამაზე თქვენ კარგად იცით მანამდე წლის უკან დაიწყო სოციალური დახმარების პროგრამა ხდებოდა ოჯახების შეფასება ამ შემთხვევაში და შემდგომ მათ შესაბამის დახმარების მიცემა მომავალიდან ეს ადამიანი იყო ეს ხალხი ადამიანთა რაოდენობა წელს იყო 400 შარშან იყო 400 კაცი წლის განმავლობაში 29 წლის განმავლობაში ამ ადამიანთა რიცხონება გაიზრდება დაახლოებით 900 ადამიანამდე და ჯამში ამაზე დაიხარჯება დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტი. თუ ამაზე შევძლებთ თქვა რომ ამ კუთხით ბიუჯეტში გათვალისწინებოდა და ეს არ არის დაუშვათ ბიუჯეტი ამ შემთხვევაში სოციალურად ორიენტირებული. ის რომ და ის ადამიანები რომლებიც ღებულობდნენ 13 დაზღვევას თქვენ შეიძლება თქვენ ფიქრობთ ალბათ შენიშვნები გაქვთ იმიტომ რომ ის კომენტარი გააკეთეთ დაზღვევაზე რომ შეიძლება შენიშვნები გქონდეს. ის რომ დაზღვევა ადამიანთა რაოდენობა რომელიც დაიწყო შაშნდელი წლის განმავლობაში და წლის ბოლოს მიაღწია 700 ადამიანს. ის რომ ადამიანთა რაოდენობა გაიზრდება 900 ადამიანამდე და შესაბამისად მოხდება მათი დაზღვევა. თუ ეს არ არის ამ შემთხვევაში სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს თემა არის ძალიან სერიოზული თემა, დღეს ასაუბრო თემა არ არის, დღეს არ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ახალი ინიციატივაზე ვაუბრობთ, მოდი დავიწყოთ შეკითხვები. დაზღვევა უნდა იყოს დასახმარებული, აქ არის პრობლემა. ის ამ შემთხვევაში ზოგადად გლობალური ეკონომიკური კრიზისებს საუბრობთ საქართველოს ეკონომიკაზე და საქართველოს ეკონომიკაზე არის მხოლოდ ქაღალდი. მე პრემია გაიცემა მე მაქვს შეკითხვები. საუბრობთ ეკონომიკურ კრიზისზე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ კრიზისის შემადგენელი ნაწილი არის ინფრასტრუქტურაც არის სოციალური სფერო და თუ არ მიმოვიხილოთ ეს ყველაფერი რა სამხრივად მათ საკითხი მიმოხილვა და თქვა რომ აი ეს ცუდია და ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები რომლებიც ამ შემთხვევაში ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათ დაფინანსება არის გაზრდილი ამის ეს ერთხელ გადასმით ჩემი არის არასწორია
ის რომ დაუშვათ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ შტოში ბიუჯეტს შტოში წლების განმავლობაში ის არ უხსნის დაუშვათ როგორც შეიძლება და დავხსნოდა რომ არ ყოფილიყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი. ის რომ წლების განმავლობაში და 20 წლის განმავლობაში იზრდება მასწავლებლთა ხელფასები დაახლოებით 50 ლარით. ნუ ეს არ არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი ამ შემთხვევაში. კი ბატონო, თუმცა დღეს ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლებამ გამოაცხადა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, მოდი ბატონ ლადოს მინდა დავუსვა. შეკითხვა თქვენ რამდენად მედიანად უყურებთ აი მას, რაც გამოცხადდა პრეზიდენტის და ფინანსთა მინისტრის მიერ. ანუ პრეზიდენტის სიტყვებს წაგიკითხავთ, ჩვენ თქვით რომ საინვესტიციო სტიმულირების 2.2 მილიარდიან ლარიან პაკეტს თავად გავაკეთებდით. საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფო უნდა გახდეს. რამდენიმე დიდ საინვესტიციო პროგრამას ვიწყებთ, რათა მოვახდინოთ ეკონომიკის სტიმულირება სახელმწიფოს ხელში არსებული სახსრების გამოყენებით. თავად ეს პრინციპი რამდენად მისაღებია თქვენთვის და ის დეტალები, ანუ განაწილების დეტალები, როგორც ნაწილდება ეს თანხა. თუ გნებავთ შეგახსენებთ, როგორ ნაწილდება 500 მილიონი გზებზე. ტელემაყურებელს შევახსენებთ მე ვიცი. კი ბატონო, 500 მილიონი გზებზე, აქედან 300 მილიონი დაუყოვნებლივ, 160 მილიონი ლარი სხვადასხვა მცირე პროექტები, მათ შორის ირიგაციის გაუმჯობესება და ნაპირსამაგრის სამუშაოები, 160 მილიონი ლარი დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე. ეს კიდე გამოიყოფა? ანუ კიდე არის ასაშენებელი ამ ადამიანებისთვის. არ აქ არის საუბარი ზოგადად დევნილებისთვის, იმ ხალხის რომლებიც აქვს დევნილთა სტატუსი მოხდება იმ როგორც სახლების მშენებლობა კარგად გამოუვიდათ და მომავალს აპირებენ 160 მილიონი ლარი მოხმარდება თბილისში მუნიციპალური პროგრამის განხორციელებას, 160 მილიონი ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდს, 66 მილიონი ლარი რეგიონების ფონდს, 20 მილიონი ლარი სოფლის დახმარების პროგრამებს. აი ესეთი იქნება დაახლოებით განაწილება. გავაკეთო. ეხლა ტენდერებს აცხადებენ გზებთან დაკავშირებით, ბატონო უკაცრავად. არა, ის ტენდერებს აცხადებენ გზებთან დაკავშირებით და ის 500 მილიონის ათვისებაზე ვსაუბრობ რა და ჩვენ გვინახავს 2-3 წლის წინ კადრები, როდესაც თათბირზე ის კომპანიები დაიბარეს და ყველას იქვე დაადეს ბორკილები რა. აი ესეთ კომპანიებს ჩვენ რამდენიმე თვეში ვიხილავთ. ჩვენ გააკეთებინებენ და მერე ბორკილებს დაადებენ. თანხას გადაუხდიან თუ არ გადაუხდიან? თანხას გადაუხდიან და მერე უკან წაართმევენ. ხოდით ბატონ ლადოს მოვხსენებთ ჩვენ. ამას ვიხილავთ ძალიან მალე. ეს მართლა ძალიან საინტერესო თემაა ჩვენ პირველ რიგში იმით და გათვალისწინებით რომ კრიზისია, კრიზისულ ვითარებაში ეკონომიკური აქტიურობის გაზრდის მიზნით ეს უკვე აპრობირებულია თეორიულად დასაბუთებული სახელმწიფო მიდის გარკვეულ ხარჯებს. ამას ეკონომისტები ამას ცუდი არაფერი არ არის, ამას კეინსიანიზმი ქვია და მან თავის განვითარება პოვა და თავის დროზე დიდი დეპრესიიდან გამოსავალი მანდ იყო მოძებნილი, ასე რომ რასაც ახლა ჩვენი მთავრობა გვთავაზობს ეს აქ ახალი არ არის და ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ამან მთავრობის სტომაზე თქვა ობამას გეგმაო ძალიან გაქვს ჩემ გეგმასო. გადაუწერია ობამას. არა, ეს სხვა ხოჩებს ახლა ჩემგან არ გადაიწერდა, მაგრამ ძალიან გავს. მოდით რა, ახლა მე არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. ისი დაზუსტება მინდა, ჯოფასო მეგობრებო. ის რომ ეს თურმე მუშაობა შეამცირებს, აი აქ უკვე არ არის. ანუ ის რომ სახელმწიფო უნდა დახარჯოს გარკვეული თანხები საინვესტიციო აქტიურობაზე სწორია. მაგრამ ის რომ თურმე ეს გამოიწვევს უმუშევრობის შემცირებას, ეს არ არის სწორი. ეკონომისტებმა იციან სტრუქტურული მუშაობა. რაც იმას ნიშნავს, ბანკიდან გამოშვებული საბანკო ოფიცერი ხვალ ბეტონს ვერ დაგიგებს გზაზე. შენ რო სამუშაო ადგილს შექმნი ის მიწის მუშისას, შენი გამოთავისუფლებული ადამიანი იქ არ გამოგადგება. ცოტა ხანს დასაქმდებიან მშენებლები და რამეს მოუწევთ დასაქმდებიან ბანკირები. სტრუქტურული პრობლემები, სტრუქტურული ცვლილებები ასე სწრაფად ცვალებადი ნამდვილად არ არის და ეს პირველ კურსში სტუდენტ მომდეც. ეხლა ბოდიში რომ ერთად ვიტყვი და მე გავუსვა. მოდით ერთად ვიტყვი და შემდეგ. ის რომ განცხადება თვითონ იცით, რომ სახელმწიფო ხდება ნომერ პირველი ინვესტორი, არ არის კარგი განცხადება. მესმის რომ სწორია, ეს ნიშნავს რომ სხვა ინვესტორი არ შემოვა, შიდა ინვესტორი არ იქნება, მაგრამ არ უნდა ითქვას ეს ფრაზა. რატომ აღმა იცით რა, სახელმწიფომ გააკეთოს ის რასაც აკეთებს და ეგება სხვა შემოდის და უფრო მეტი დახარჯოს ვიდრე ეს მილიარდია. რატომ აპრიორი რატომ დებთ რომ თურმე 2009 წელს სხვა არავინ არ შემოვა. ამიტომ ეს უბრალოდ შემდგენობაში არ ჯდება. ახლა ვისაც მოსწონს გამომართოს იმას. ბატონო, მოდით. და რაც შეეხება შინაარსობრივად, თვითონ ამ გეგმას, აქ ერთი რამეა. მე ძალიან არ მომწონს, როდესაც სახელმწიფო იღებს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რაც არ არის მისი ფუნქცია.
არის თუ არა მისი ფუნქცია დაუშვათ იმ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის რაღაც სამშენებლო პირობების გაუმჯობესება. ეს საკითხია მეორეა, ხარისხი სახელმწიფოს ფუნქციაა და რასაც იღებს სახელმწიფო თავის თავზე, სწორია. არის თუ არა გზების გაკეთება სახელმწიფოს ფუნქცია